თბილისის მერია და არტარია წარმოგიდგენთ. ხოდა სანამ საქართველო გახდებოდა რუსეთის იმპერიის ნაწილი, თეატრი მანამდეც იყო საქართველოში, ამიტომ არასწორი თარიღია ეს, მე მგონია შეცდომა და წესით უნდა გამოვასწოროთ. ნუ სხვა ნებისმიერ სხვა დღე მოვიფიქროთ გარდა იმისა, რომელიც დაგვიწესეს რუსებმა, იმიტომ რომ გამოვიდა რომ რუსეთამდე ჩვენ რუსეთის ფაქტორამდე არ არსებობდა ქართული თეატრი. რაც შეცდომა. ეხლა მინდა რომ ესე იგი აი რუსთაველის თეატრზე ვისაუბროთ ამ იმ თეატრს ბუნებრივ ესე იგი ამის მოთხოვნილება, როგორც ოპერის მოთხოვნილება იყო, ასევე იყო დრამის თეატრის მოთხოვნილება, გასაგებია იყო. მანამდე არსებობდა რამდენიმე თეატრი, სადაც იდგმებოდა სპექტაკლები, მაგრამ როგორც ჩანს არ იყო ესე იგი საკმარისი და ნუ მოთხოვნილება იყო დიდი და ნამდვილი თეატრის შექმნისა, თუმცა დასაწყისში ის შენობა იყო განკუთვნილი არა კონკრეტულად მხოლოდ თეატრისთვის, არამედ ესე იგი ერქვა არტისტული საზოგადოება ან საარტისტო საზოგადოება, სხვადასხვანაირად არის ხოლმე მოხსენიებული და ფუნქციურად იყო მრავალფეროვანი. აი ეს შენობა, ესე იგი, როცა შევალთ გაჩვენებთ, ან თქვენ თვითონაც ესე იგი ერთად თუ ვერ მოხვდებით, საცნაკეთ თუ მოხვდებით, შეგიძლიათ მიაქციოთ ყურადღება. აი პირველ სართულზე, ანუ სადაც შევდივართ ახლა ფოია, იქ მაღაზიებიც იყო თავდაპირველ ჩანაფიქრში, სადაც აი ახლა დიდი დარბაზია, ეგრეთ წოდებული დიდი დარბაზი 800 კაციანი, ის იყო განკუთვნილი სპექტაკლებისთვის. მაგრამ სადაც მცირე დარბაზს ჩვენ რასაც უწოდებთ, იქაც ხო გინახავთ სპექტაკლები. ახლა აღარ არის ესეთი პოპულარული, მაგრამ ჩემს ახალგაზრდობაში ნამდვილად ყველაზე პოპულარული სპექტაკლები იდგმებოდა გიზო ჟორდანიას რეჟისორობით. აი უფროსებს ემახსოვრებათ, რომ ესე იგი ძალიან წარმატებული იყო მცირე სცენა. აი მცირე სცენა იყო არ იყო თეატრისთვის განკუთვნილი, იყო ესტრადისთვის განკუთვნილი. ოღონდ პირიქით იყო. ეხლა საერთოდ სცენა ხო გახსოვთ საით არის სცენა? იმის საპირისპირო მხარეს იყო სცენა, ოღონდ ეს საესტრადო სცენა. იქ სპექტაკლები არ იდგმებოდა. იქ იყო ბენეფისები, ან სრულდებოდა მუსიკალური ნაწარმოები, ან მაგალითად აი როგორც იმის შემთხვევაში თანამედროვე ოპერაშიც ხდება, რომ გარდა საოპერო წარმოდგენისა არსებობს საკონცერტო შესრულებები. იცით რაც არის, რომ არიები სრულდება არა მთლიან ოპერასთან ერთად, ესე იგი მთლიან წარმოდგენას, არამედ ფრაგმენტულად და როგორც მუსიკალური ხო ნაწარმოები ერთეული და არა მთლიანი ოპერა. იქ ეს სრულდებოდა, ნუ ესტრადა იმიტომ იყო, რომ ნუ არა მარტო ეს სრულდებოდა, სხვა ჟანრობრივად არა მარტო საოპერო ნაწარმოები, ჟანრობრივად მრავალფეროვანი. ქვემოთ, აი სადაც ჩადიხართ ხოლმე თუ ზამთარია და პალტოებს სადაც ვაბარებთ. იქ იყო რესტორანი, რომელსაც ერქვა ანონა, ესე იგი 1900 პირველ წელს გაიხსნა ის თეატრი. იქ და პირველი რაც წარმოადგენს იყო, რომელიც უკვე ვახსენეთ სხვადასხვა, აი რასაც ქეთო და კოტე დაეფუძნა ვიქტორ დოლიძის, ესე იგი ეს იყო დრამატული ნაწარმოები, ოღონდ ერქვა ხანუმა, აქვსენტი ცაგარელის ხანუმა, ის დადგეს იქ პირველი წარმოადგენს. თუმცა ესე იგი ის ხო იცით ულამაზესი შენობა ნამდვილად, ეს მავრიტანული სტილია, ის არის აშკარად ბაროკო, ოღონდ აი უკვე გვიანდელი ალბათ, იმიტომ რომ 1900 პირველი წელია და შიგნით ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ვინც ესე იგი არქიტექტურით არის დაინტერესებული, რომ როკოკოს ელემენტებით საკმარისად არის. ახლა გასაგებია, რომ არ მოდურიც იყო ალბათ, გასაგებია, რომ ავტორები ვინც იყვნენ, ნუ ხო იცით ყველა არქიტექტორი ბუმი იყო მაშინდელ თბილისში, ძალიან ბევრი არქიტექტორი იყო, გერმანელები უკვე გითხარით, ზალცმანი და სიმონსენი, ესე იგი გერმანელი არქიტექტორი იყვნენ, იტალიელები, იცით ხო, სკუდიერიზე ვილაპარაკეთ უკვე, ჯოვანი სკუდიერი ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იყო. ქალაქის მთავარი არქიტექტორიც ერქვა, მე ადრე გარდაიცვალა. იყვნენ რუსებიც, მაგალითად იმ შენობის ამშენებლები იყვნენ რტიშევი და შიმკევიჩი, ასეთი ორი ადამიანი, მათ კიდევ სხვა რაღაცებიც აქვთ აშენებული, მაგალითად კონსერვატორი, მაგალითად სასამართლოს შენობა ძალიან საინტერესოა, აი კონსერვატორის ზემოთ რო არის. ესე იგი ეს ადამიანები, ნუ როგორც ჩანს მათი გემოვნება ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ გადასარევი საოცარი სანახაობაა. ეს განსაკუთრებით წინა ფასადი იცით ხო? ხო გინახავთ, ხო დაკვირვები ხართ როგორი შენობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ შენობისაგან განსხვავებით რუსთაველის თეატრი არ არის ცალკე არ დგას, ანუ ის არის სხვა შენობებთან ერთად ჩასმული, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მე
იქ სხვა ეს დარჩა მასე ეულად, თუმცა სხვანაირად ფოტოებზე ძველ ფოტოებში ხო გინახავთ ეს შენობა სხვანაირად გამოიყურებოდა, იმიტომ რომ სივრცე იყო სხვა და მე ასე მგონია, რომ ესე იგი ძველ ფოტოებზე ჩანს რომ ესე იგი ოპერის თეატრი მე მეჩვენება სულ რომ სადღაც მაღლა არის, არ ვიცი, ესე იგი მე შეიძლება თვალი მატყობს და ეს ჩემი ძალიან სუბიექტური თვალის ბრალია, მაგრამ მიფიქრე ამაზე რომ შესაძლებელია იმის ბრალია რომ ამ შენობის წინ თვითონ პროსპექტზე ძალიან ბევრჯერ მოხდა თავიდან ესე იგი ასფალტის ესე იგი პირდაპირ დაგება ძველ ფენაზე. ეს ფენა ხო რამდენი წელი გავიდა, ათეული წლებია, ხო? ემატება და ქუჩა ნელა სიმაღლეზე მატულობს, ანუ ქუჩის სიმაღლეზე მატულობს. შესაბამისად შენობა აღარ არის ისე მაღლა, როგორც ეს თავდაპირველად იყო. ყოველ შემთხვევაში მე ძველ ფოტოებზე ასე მგონია, რომ უფრო მაღლა იყო, ვიდრე ახლა არის. არ ვიცი, შეიძლება ეს ვიზუალური ეს არის, რა ქვია. რა ქვია მაგას? ვიზუალური ილუზია. ხო, შეიძლება მაგის ბატონო? ოპტიკური ილუზია. შეიძლება ეგ იყოს, არ ვიცი. მოკლედ ფაქტია, რომ ის გადასარევი შენობა მიუხედავად იმისა, რომ სხვა შენობებთან ერთად არის, მაინც როგორი ეს არის, რა ქვია, ლამაზი და მშვენიერი. ეს ესე იგი ამისაგან განსხვავებით ის რატო გეუბნებით ახლა, რატო მინდა რომ ორივე თეატრზე ერთად მეესაუბრა, რომ ამას ქვია სახაზინო, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან იხდიდნენ ფულს და ეს დაждდა დაახლოებით 700.000 ეს მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო, ძალიან დიდი ფული. და ის თეატრი დაждდა 1.5 მილიონი ოქროთი. და გადაიღო ხდა ერთმა კაცმა, ერთმა ოჯახმა, იყო ასეთი ესე იგი მაშინდელი თბილისის მოქალაქე ისაია ფითოევი, რომელიც ესე იგი ვისი მადლიერებიც უნდა ვიყოთ, ვინც გაიღო, ესე იგი ძალიან უყვარდა თეატრი. ცოლს აღარ მახსოვს სიმართლე გითხრათ, რა ერქვა, მაგრამ სიცოცხლე ფითოევების მოსვლამდე არაფერი გეტყინოთ, იმიტომ რომ სხვა იმ ფითოევების ჩამომავლები, ესე იგი ეს ოჯახი გაყოფილი იყო, ნაწილი აქ ცხოვრობდა თბილისში, ნაწილი საფრანგეთში. იქ იყვნენ ეთნიურად იყვნენ სომხური წარმომავლობის, მაგრამ ხო იცით, ძველ თბილისში როგორ ხდებოდა, რომ ცუდ ტონად ითვლებოდა კითხვა, ესე იგი რა ეროვნების ხარ, ერთმანეთს არ ეკითხებოდნენ, ამიტომ ეთნიურად ჭრელი ქალაქი ვიყავით, იცით და ერთმანეთს არ ეკითხებოდნენ. ცუდი ტონი იყო, ღია ქალაქი იყო და ერთადერთი მაშინ ხვდებოდნენ, ესე იგი რა ეროვნების იყო, რომ გარდაიცვალა ადამიანი, საით წაიყვანდნენ დასაკრძალად, იმიტომ რომ ოჯახის წევრებმა ხო იცოდნენ. და მოკლედ ეს ფითოევი რო გადაიცვალა, ეს ისაია ფითოევი რო გარდაიცვალა, ესე იგი ეს თეატრი რო თავის ესე იგი ოცნება რო აიხდინა, გიждდებოდა თეატრზე, თავის ოცნების თეატრი ააშენა, მალე გარდაიცვალა, 1904 თუ 5 წელს გარდაიცვალა და გაასვენეს, დაკრძალეს ხოჯავანგზე. ასეთი სასაფლაო არსებობდა, ძველი სომხური სასაფლაო, ოღონდ ცოტა გაუგება, იქ რო გაასვენეს, გასაგი ახლა რომ სომეხი იყო, მაგრამ იქ რო დაკრძალეს, მაგრამ გაუგებარია, რატო დაკრძალეს მდიდარი სომეხი იქ, იმიტომ რომ მდიდარი სომხები იგზალებოდნენ ვერის ზემო სასაფლაოზე. თუ გინახავთ, აი ეკლესია ხო გინახავთ, პანტელეიმონის სახელობის არის ვერის ეკლესია. ქვემოთ ესე ქვემოდან რო ავდივართ, ხო გახსოვთ, ბევრი ქართული ფილმი გადაღებული, არაჩვეულებრივ გამოფენაშიც ეგ არის გადაღებული. შუაში ვიწრო ის არის, ესე იგი სანამ ეკლესიამდე ავართ, სულ ქართველები არიან დაკრძალული. იმის უკან, ესე იგი ზედა ნაწილში ძირითადად არიან თუ დაგვიერთოთ ძალიან მდიდრული საფლავები. ეს არის თბილისის მაშინდელი უმდიდრესი სომხების სასაფლაო იყო ზედა ნაწილი. და გასაგებია რომ მდიდრების უფრო მეტი სომხები იყვნენ, რომ ხო იცით, საუკუნეების მანძილზე ქართველისთვის ვაჭრობა და ასეთი საქმიანობა ითვლებოდა მიუღებლად, სამარცხვინოდ და ასე შემდეგ. ილია ჭავჭავაძეც ამას გადაგებდა სულ რა ქვია, როგორღაც არ გვეფიქრა რომ ეს არის სამარცხვინო, იმიტომ რომ სხვანაირად ქვეყანა ვერ ვითარდება ეკონომიკაზე თუ არ ვიზრუნებდა. მოკლედ იმის თქვა მინდა რომ გასაგებია რომ აღმოჩნდა რომ სომეხი იყო ეს ფითოევი, ისაია ფითოევი, მაგრამ ესე იგი იქ რატო დაკრძალეს არ ვიცი. ესეც რა ქვია, ეს გიორგი კალანდაიას ჩემი იმაში არ შემოდის. გიორგი კალანდაიამ ეძებოს, იმიტომ რომ ის ხოჯავანკი აღარ არსებობს, სხვათა შორის ის სასაფლაო იყო იცით სად, აი დაახლოებით ახლა რო დიდი სამების ეკლესია, აი დაახლოებით იქ იყო, მაგრამ ხო იცით როგორ ხდება ხოლმე, რომ რაღაც პერიოდის მერე, ესე იგი, საფლავები ქრებიან. ასე მარტო სომხური სასაფლაო კი არ გაქრა თბილისში. ბევრი ქართული გაქრა, მაგალითად მათ შორის ვერის ბაღი იყო სასაფლაო მოგეხსენებათ და მერე სადაც სასაფლაოები იყო, ბაღები ჩნდებოდა ხოლმე და იქ სულ სამი საფლავია დარჩენილი. ცოტა მეტი რა, ესე იგი შეიძლება 4. სხვა შორის ეხლა იყო, აი ახლახანს იყო, ესე იგი შალვა ერისთავის დღე, იქ არის დაკრძალული იუნკერი შალვა ერისთავი, რომელიც არის ეროვნული გმირი, არ აქვს მინიჭებული ისა ოფიციალურად, მაგრამ ჩემთვის არის ეროვნული გმირი, ეს არის იუნკერი იყო და ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, რომელიც დაიღუპა
1921 წელს, ესე იგი რუსეთის არმიასთან ბრძოლის დროს და ნამდვილად გმირობა აქვს ჩადენილი, ესე იგი მართლა გადაეფარა ზარბაზანს გადაეფარა, ესე იგი იმდენი ადამიანი ყავს გადარჩენილი რა და იქ არის დაკრძალული დანიელ ჭონქაძის გვერდით. ესე იგი სურამის ციხის ავტორის გვერდით ზუსტად შალვა ერისთავი და სულ მაქვს ასეთი იდეა და მინდა რომ ხარი დამიჭიროთ, რომ ესე იგი ხო არსებობს ექიმის ფიცი, რო ექიმი რო ხდები ხო დებენ ფიცს. კიდე რაღაც ფიცები ხო არსებობს პროფესიაში, არ ვიცი, რა პროფესიაში არსებობს კიდე ფიცი. ნუ ექიმის ნამდვილად არსებობს. ბატონო? მაღაროელის ფიცი არსებობს, სწორია. სამხედროების ფიცი და ხო შეიძლება რომ ისედაც კრიზისი გვაქვს ამ ქართულ ფეხბურთში. ხო შეიძლება რომ ფეხბურთელის ფიცი შევქმნათ და ესე იგი იქ დებდეს ფეხბურთელი, აი ქართველი რომ გადაწყვეტს რომ საქართველოს მოქალაქე რომ გადაწყვეტს რომ გახდეს ფეხბურთელი პროფესიონალი, დადოს მის საფლავზე ფიცი რომ იქნება ასე რომ ითამაშებს ორ ტაიმს, გაუფლიანდება 90 წუთს, იმიტომ რომ ქართველი ფეხბურთელი ხო ის იშვიათი მოვლენა, ბატონო? არ გაიტანს ხო? არასოდეს არ გაიტანს. ხო? ვერის ბაღში რომ შედიხართ, ესე იგი აი ცოტა რომ ჩაცდებით, იქ ხო არის რაღაც ფანტანი მარცხენა მხარეს, ცოტა მარცხენა მხარეს გვერდ-გვერდზე არის დანიელ ჭონქაძე და ეს შალვა ერისთავი. ეს არის ეროვნული გმირი, პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, ახალგაზრდა ადამიანი და აიღო გადაეფარა ზარბაზანს. და რა მოხდა რომ მართლა ფეხბურთელებმა დადონ ფიცი, არ იქნება მაგარი? როგორ არ შესულს, რამდენი რამე შესულს, ირბენიან მაინც კაცო. ფიც ხო ვერ უღალატებ. კაი, მოკლედ გადაუხვი. მოკლედ ეს კაცი, ესე იგი ვისი მადლიერების უნდა ვიყოთ, ეს არის ისაია ფითოევი, მისი საფლავი ესე იგი არის გიორგი კალანდიას კომპეტენცია და მან მოძებნოს. და ესე იგი მისი ცოლის სახელი არ მახსოვს, მაგრამ მისი გვარი, ესე იგი ცოლის გვარი არასოდეს დამავიწყდება. მარქსი იყო, ესე იგი თბილისელი მარქსი იყო, ნუ მარქსები ცხოვრობდნენ თბილისში. ეს იყო დიდი ოჯახი, სხვადასხვა გამდიდრება დაიწყეს ესე იგი მამამ, ამ ისაია ფითოევის მამამ რუსები წერდნენ როგორც პიტოევ, ხო და ნუ ქართველები უწოდებდნენ ფითოევს. სხვადასხვა ზოგ წყაროში არის ქართული დაბოლოება ფითუაშვილი და ასე შემდეგ. ესე სხვადასხვა მონაცემებია, მაგრამ ხო გითხარით, სადაც დაკრძალეს გასაგებია. ხო და მოკლედ ამ ადამიანმა, ესე იგი 1.5 მილიონ ოქროთი გადაიხადა. ეს არის აი დაუჯერებელი ფული, რომელიც ესე იგი თბილისის დასამშვენებლად, გასალამაზებლად გაიღო ამ კაცმა, მამამისმა და ესე იგი სოდაგრები იყვნენ და დიდი ფული დააგროვეს. აქ ჰქონდათ სტამბა, გამომცემლობა, თანამედროვე ტერმინები ვთქვათ, აი რა ქვია, მედია ჰოლდინგები რო აქვთ. აი ასეთი ტიპის მფლობელები იყვნენ, რა ეს ოჯახი. 5 ძმები იყვნენ თუ რა, ხო, ნუ მე მგონი 5. ხო და მე ისე გამდიდნენ რომ ბაქოს ნავთობის მეწილებიც კი გახდნენ. ეს ფითო, ანუ ძალიან დიდ ფულზე ლაპარაკი, ნუ დიდი შეძლების ხალხი იყო, მაგრამ ეს კაცი იყო გადასარევი კაცი, როგორც ჩანს, დიდი მეცენატი. გარდა იმისა, რომ სტუდენტებს აფინანსებდა და აძლევდა, ესე იგი, რა ქვია, ეხმარებოდა ფინანსურად. ესე იგი, ყველაზე დიდი ფული გაიღო, რომ საქართველოს ყოფილიყო თეატრი. მაგრამ ესე იგი, პირობა მაშინ ასეთი იყო, მოცემულობა დასაწყისში, რომ ესე იგი, 3-ჯერ უნდა ყოფილიყო რუსული სპექტაკლი, 3-ჯერ. 2-ჯერ ქართული და 1-ხელ სომხური და 1-ხელ აზერბაიჯანი. რამდენი დღე გამოვიდა? 7 დღე, ხო? აი ესეთი შეზღუდვა არსებობს, ეგ მახსოვს წაკითხული მაქვს. ესე იგი, მაგრამ დასაწყისში რა, მაგრამ მე ისე მოხდა, ესე იგი 1900 პირველი წლიდან მოყოლებული. ისე მოხდა, რომ ესე იგი ქართული თეატრში ესე იგი ნამდვილი ბუმი გამოიწვია რა. ესე იგი აი მე-20 საუკუნის დასაწყისი არის ეპოქა, როცა როგორც ჩანს დაპყრობილ ქვეყანაში ეს ხდება ხოლმე, რომ თეატრი იღებს, საბჭოთა პერიოდშიც მოხდა ასე, რომ თეატრი იღებს ფუნქციას და მით უმეტეს მაშინდელი თეატრი და ამის საილუსტრაციოდ სულ მომყავს ხოლმე ილია ჭავჭავაძის მაგალითი, რომელსაც არ უყვარდა სხვადასხვა თეატრი. მაგრამ თეატრი იყო ერთადერთი საჯარო სივრცე, სადაც შეიძლებოდა ესე იგი ქართული სიტყვის მოსმენა. ქართული ყველგან აკრძალული იყო. რუსებმა აგვიგზავნეს, ეს იყო პირველი დამპყრობელი, რომელსაც ქართულად ლაპარაკი აგვიგზავნა ყველგან ოღონ სახელმწიფო დონეზე, საჯარო სივრცეში, საჯარო დონეზე. ერთ-ერთი ხა სამზარეულოში და ღომს რო ხარშავდით, შეგვეძლოდა. საჯაროდ ეს იყო ერთ-ერთი სცენა, საიდან შეიძლება ქართული ენა მოგესმოთ. და მანამ არც ეს დამპყრობელს ეს ჩვენთვის არ გაუკეთებია, ისე როგორც არ გაუუქმებია ეკლესია და ასე შემდეგ და ასე. და ესე იგი, ამიტომაც ილია ჭავჭავაძემ ვანო მაჩაბელთან ერთად თვითონ თარგმნა შექსპირი, იცით, მეფელი და თვითონ თამაშობდა კიდეც. აი იქ დადგეს გიმნაზიაში და თვითონ თამაშობდა. იმდენად მნიშვნელოვნად თვლიდა სცენიდან ქართულის მოსმენა. მეცაც გეტყვით. მაგალითად, სევილინ დალაქი ქართულად თარგმნეს ოპერა, რომ ქართული ჟღერადობა ქონოდა რა და აქ თამაშობდნენ ქართულად. წარმოიდგინეთ, ესე იგი, იტალიურ ოპერას თარგმნიდნენ, რომ ქართული ენა სადღაც ეცოცხლა და ეარსება.
თუმცა მე საბჭოთა პერიოდში ეს პრობლემა აღარ იყო, საჯაროების პრობლემა, მაგრამ სხვა ფუნქცია ჰქონდა თეატრი იყო სივრცე, სადაც ადამიანებს შეფარულად, მეტაფორულად, გადატანით მნიშვნელობით შეეძლოთ რაღაც ეთქვათ, სათქმელი, ანუ რაღაცნაირად გამოეხადათ პროტესტი, გასაგები. და როგორც ჩანს, მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს იყო ესე იგი ორივე ფუნქციას ითავსებდა. ამიტომაც იყო რომ აქ ძალიან დიდი ინტერესი იყო, ესე იგი ქართული სცენის ძალიან დიდი რა, წარმოუდგენელი სულ ანშლაგები იყო და ქართული თეატრის ინტერესი იყო უზარმაზარი. იყო ასეთი ბატონო? რომელი? ერქვა საარტისტო, არა თეატრი არ იყო, ასე არ ერქვა, ერქვა საარტისტო საზოგადოების კლუბი. და ესე იგი იყო რესტორანი, ესე იგი რო შედიოდ მაღაზიები იყო ესტრადა, სადაც მცირე სცენა იყო, ესე იგი თეატრის სპექტაკლებისთვის დიდი დარბაზი, სადაც არის ეს 800 კაციანი, ის 300 კაციანი იყო და ქვემოთ იყო ანონა, ყველაზე ერთ-ერთი პრესტიჟული და ძვირიანი რესტორანი იყო. და ფუნქციონალურად ასეთი იყო, მრავალფეროვანი. იყო კლუბი კიდე, ანუ თუ დაკვირვები ხართ რუსთაველის თეატრში, თუ ყოფილ ხართ, აი სადაც მცირე იმ სართულზე, სადაც მცირე სცენა, იქ არის დარბაზი სამეჯლისო, ანუ იქ კლუბი იყო, იქ ცეკვები იმართებოდა. სხვადასხვა ფუნქცია ქონდა, აი როგორ აგიხსნათ, ასეთი ტიპის დაწესებულება ჩვენ მე აღარ ქონია. ანუ არ ვიცი, სადმე სხვაგან თუ გინახავთ, რომ ერთ შენობაში, ერთ სივრცეში იყო ფუნქციონალურად სხვადასხვა, ესე იგი დანიშნულების მქონე დარბაზები. ასეთი იყო. ის თეატრი არ იყო. თეატრი შოთა რუსთაველის სახელი დაარქვეს 1921 წელს, მერე იცით რომ სპეციალურად როგორც გოლოვინს დაარქვეს, ესე იგი ეს გოლოვინი იყო თავარმართებელი, ვისი სახელიც ერქვა ამ პროსპექტს და მერე დაარქვეს ესე იგი რუსთაველის შოთა რუსთაველის სახელი. რატო მაქსიმალურად დაიწყეს ქართული სახელების დარქმევა ბოლშევიკებმა და რატო? იმიტომ რომ პირველივე ესე იგი 21 წელს პროტესტი ჩვენგან რაც იყო რომ ეს არის რუსი დამპყრობელი, ეს არის არა ერთი ხელისუფლების ცვლა, მეორეთი, არამედ ოკუპაცია და მერე ანექსია და ამიტომ მათ დაიწყეს იმის მტკიცება რომ არა, ჩვენ კი რუსეთის ჯარი შემოვიყვანეთ, მაგრამ იქ ხო ქართველებიც იყვნენ, იცით ალბათ რომ იყვნენ კი არა, სათავეშიც იყვნენ და როგორც სამწუხაროდ ხშირად ხდებოდა ხოლმე და მათ დაიწყეს იმის დასამტკიცებად, ესე იგი საილუსტრაციოდ, რომ აი ჩვენ არა, კი არ გვართმევთ რაღაც ნაციონალურ იმას კი არ ვებძვით საკითხებს აქ და რაღაცას კი არ დაკარგავთ, ესე იგი ჩვენი შემოსვლით, არამედ პირიქით და დაარქვეს შოთა რუსთაველის სახელი. აბსოლუტურად ესე იგი ესე ვთქვათ, მათი თანამედროვე ტერმინოლოგიით ხო პიარის ედგვარი ნაწილი იყო, რომ აი დაიწყეს ქართული სახელების დარქმევა და სხვადასხვა ამ თეატრსაც დაარქვეს ზაქარია ფალიაშვილის სახელი, ჩვენი გენიალური კომპოზიტორის მართლა საოცრება, ხო იცით ზაქარია ფალიაშვილი, აი მართლა საოცრება, მართლა ესე იგი მართლა საშიში იყო ასეთი მუსიკა, ნებისმიერ დამპყრობლებს ეს ასე ხდება, ყველგან ასე ხდებოდა რა და ესე იგი ყველაზე პროდუქტიული მაინც, ესე იგი ეს თეატრის და ის თეატრიც განსაკუთრებით გზნობიარე იყო, ესე იგი ნაციონალური საკითხებისგან, ბუნებრივია. იცით რა მოხდა 1905 წელს, შეიძლება მოყოლილი მაქვს ეს ისტორია, რომ ესე იგი გურულებმა, ესე იგი დედამიწაზე ყველაზე აქტიური ხალხი იყვნენ გურულები მე-20 საუკუნის დასაწყისში. თელს დედამიწაზე, თელს ევროპაში იყო სოციალური მოძრაობები, იცით რომ მაგალითად ქართველები არ ხმარობდნენ სიტყვა სოციალიზმს, ეძახდნენ სოციალიზმს, სიტყვიდან ცოცვა, ძირი იყო ცოცვა. ანუ თუნდაც ეს მოძრაობა ესე დაცოცავდა მთელ ევროპაში, არა მარტო რუსეთის იმპერიაში, ეძახდნენ სოციალიზმს. აი ამ ცოცავ პროცესში, რომელმაც მოიცვა მთელი ევროპა, განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ გურულები. იცით რომ გურიაში არ არსებობდა ოჯახი, სადაც რამდენიმე წევრი არ იყო, ის კი არა ერთი წევრი, რამდენიმე აქტიური რევოლუციონერი, ან რომელიმე პარტიის წევრი და ასე შემდეგ. ძალიან აქტიური ხალხი იყო. იმდენად აქტიური, რომ 1905 წელს დანარჩენ ქართველებთან შეთანხმებით გადაწყვიტეს, რომ თავი დაეღწიათ რუსეთის იმპერიის, ასე გააკეთეს, მოიხსნენ კიდეც, თავი დააღწეს რუსეთის იმპერიას, ვინც გურულები ხართ, გეწოდინებათ, გამოაცხადეს გურიის დემოკრატიული რესპუბლიკა, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა დედამიწაზე, რომელიც სადაც მმართველობა იყო არჩევითი, არჩევნებიც მოასწრეს, ხო? რამდენიმე თვე იარსება, მაგრამ მოასწრეს, არჩევნები ჩაატარეს და აირჩიეს პრეზიდენტიც. ასეთი პრეზიდენტი ყავდა ბენიამინ ჩხიკვიშვილი. ანუ ბენჟამინ ჩხიკვიშვილსაც ეძახდნენ, შემოკლები და მოფერებით ბენია ჩხიკვიშვილს. ეს ბენია ჩხიკვიშვილი იყო გურიის პრეზიდენტი პირველი და დემოკრატიული გზით არჩეული და გურიის დემოკრატიული რესპუბლიკამ გამაგრდა, ჩაკეტეს, იცით ალბათ და იომეს, იცით ალბათ ეს გახსოვთ საშინელი ბრძოლები გადაიტანა გურულმა ხალხმა, მაგრამ ვერ გაუძლო დაწოლას გასაგებია, იმიტომ რომ რუსეთის წარმოგიდგენიათ, რომ რუსეთის იმპერიაში 1905 წელს ასეთი რაღაც აი წარმოუდგენელი რამე მოხდა, რაც კი კავკასიაში ჯარი ყავდათ, ყველაფერი მოაგროვეს გურიის წინააღმდეგ
და სამწუხაროდ ჩაახშეს ეს გურიის რესპუბლიკა, დაამარცხეს, ცნობილი ბრძოლა ნასაკირალის, იცით ალბათ, საბჭოთა პერიოდში სხვაგვარად ისწავლება, სინამდვილეში ეს იყო, ესე იგი, გურიელების წინააღმდეგ და ესე იგი, ქართული მოწინავე საზოგადოება დაირაზმა ამის წინააღმდეგ, ისე გაანადგურეს გურია და იმდენი, ესე იგი, ზარალი იყო, ალიხანო ავარსკი ყავდათ ასეთი ის ალიხანოვი ასეთი ესე იგი რა ტერმინი იქნებოდა სარდალი არ იქნებოდა მაშინ ესე იგი ვინც მეთაურობდა მოკლედ ამ სადამსჯელო ოპერაციებს და ესე იგი აი ამ გურულების მხარდასაჭერად ესე იგი ამ თეატრშიც და იმ თეატრშიც იმართებოდა სპექტაკლები გროვდებოდა თანხა ესე იგი ეს იყო საქველმოქმედო სპექტაკლები ბენეფისები იმართებოდა, რომ როგორმე იმ ხალხს დახმარებოდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზარალი იყო, მსხვერპლის ბევრი იყო და გაანადგურეს. სხვადასხვა მე წაკითხული მაქვს ასეთი წერილი, რომ ესა დღეს რომ ბრძანებას, ესე იგი ნებართვას იმპერატორს, რუსეთის იმპერატორს თხოვენ აქედან, ესე იგი გაგზავნონ წერილში, ნებართვას რომ გადაწვა მთლიანად გურიის ტყეები, იმიტომ რომ ეს ხალხი ეს სახლების გადამწვარი ქონდა და ტყეებს აფარებდა თავს, ანუ ტყეების გადაწვის უფლებაც მოგვეცით, რომ არაფერი აღარ დარჩენილიყო, მოკლედ ეგ ქონდათ მარტივად რა გურიისგან. ხო და ესე იგი აი თეატრებმა აიღეს ესე იგი თავის თავზე ეს ამიტომ არ იყო შემთხვევითი რომ რაც მოგიყევით ია კარგარეთთან დაკავშირებით რომ ლიდერი იყო ია კარგარეთელი და ამიტომაც გასაგებია როგორ ებრძოდნენ და რა დაპირისპირებაც იყო. ესე იგი მთავარი მაინც ესე იგი ყველაზე ესე იგი ასე ვთქვათ იმ თეატრში ესე იგი ის სამწუხაროდ ისე მოხდა რომ ის მემკვიდრეები წავიდნენ მე საფრანგეთში ესე იგი ამ ოჯახის წევრები რა მფლობელები ანუ ვისაც ეკუთვნოდა ის შენობა ეს ფითოებები და მე იქ ესეც იქაც თეატრალური მოღვაწეები იყვნენ საფრანგეთშიც და კინოშიც იღებდნენ მონაწილეობას ასე შემდეგ აქ დარჩა ერთი შვილი მარტო ერთი ჩაომავალი ერქვა მარგარიტა იმ ქალს და ის მარგარიტა ფითოევა მუშაობდა ნანახი მაქვს არქივში, ესე იგი რუსთაველის თეატრის არქივში, ესე იგი ფიქსირდება, როგორც თანამშრომელი, აი რეკვიზიტში მუშაობდა, ჩვეულებრივი თანამშრომელი, ესე იგი მამამის ჰქონდა გადახდილი 1.5 მილიონი ოქროთი და როგორც რიგითი თანამშრომელი უკვე საბჭოთა პერიოდში და მე არ გააგდეს, გააძევეს თუ რა მოხდა, არავინ არ იცის, იმიტომ რომ რა ვიცი, მე ვერაფერი ვერ მოვიძიე, ყოველ შემთხვევაში გაქრა 1927 წელს, ესე 20 წლების ბოლომდე არის რეკვიზიტის თანამშრომელი. ისევე როგორც მათი სახლი სოლოლაკში არსებობს, გინახავთ ალბათ არტარიაზეც იყო სიუჟეტი იმ სახლთან, იმ სახლის შესახებ, იმ ფითოევების სახლი. ისიც რა თქმა უნდა ჩამოართვეს, ის ქალი გამქრალი არავინ არ იცის, ესე იგი იქ ალბათ ისინიც გამოაგზავნეს იქიდან და ხო ის როგორც ხდებოდა ხოლმე დიდ სახლებში მე ასახლებდნენ ბევრ ოჯახს, ნუ ერთად რა ქვია. და რაღაც რა ქუჩაზეა ფითოევების სახლი, გახსოვთ რომელიმე ეს? არ გახსოვთ? სოლოლაკში რო ნამდვილად მახსოვს რა დიდი სახლია და ის საინტერესო ისეთი გამორჩეული სახლია, ოღონ ქუჩა არ მახსოვს რომელ ქუჩა. ბატონო, გახსოვთ იმეს? ფითოევების სახლი, ეხაც ესე ეძახიან, მაგრამ ასე ეძახდნენ, კიკოძეზე? ბატონო. რესტავრაცია გაუკეთებ, არ ვიცი, რესტავრაცია გაუკეთებ თუ არა ფითოევების სახლს, არ ვიცი რა. მოკლედ ეს ხალხი ნუ საფრანგეთში ძირითადი ნაწილი მაინც ოჯახის წევრები საფრანგეთში იყვნენ და ამიტომ და ესე იგი 1900 ესე იგი ყველაზე მთავარი ესე იგი პროცესი მაინც აქ რაც ამ თეატრში ესე იგი რუსთაველის თეატრში რაც მოხდა იყო პირველი რაც იყო ესე დამოუკიდებლობის პერიოდში იყო მოხდა ისე რომ ის შენობა ესე იგი ეს საარტისტო საზოგადოების კლუბი გადასცეს მწერალთა კავშირს. მწერალთა კავშირი სხვადასხვა საბჭოთა კავშირი, ანუ საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციამდე არსებობდა 1917 წელს შეიქმნა. ოღონ პირველი მწერალთა კავშირი იყო არა ისეთი, როგორც მე საბჭოთა პერიოდში იყო, სადაც მხოლოდ ერთი იდეოლოგიის ქვეშ გაერთიანებული მწერლები ყავდათ და აკონტროლებდა და მართავდა ხელისუფლება. ასეთი არ იყო მანამ დასაწყისში. ეს იყო მწერალთა ერთობა, სადაც შედიოდნენ და ეს გრძელდებოდა თითქმის 1929 წლამდე, ანუ მე 20 წლების ბოლომდე. ამ მწერალთა კავშირში შედიოდნენ სულ რადიკალურად განსხვავებული ლიტერატურული დაჯგუფებები. მაგალითად აკადემისტები ეგრეთ წოდებული, მაგალითად ფუტურისტები, მაგალითად ცისფერი ყანწელები და ასე შემდეგ. ანუ ლიტერატურული ცხოვრება იყო ძალიან ცოცხალი, პროცესი იყო ძალიან თანამედროვე და ფაქტიურად ფეხდაფეხ მიყვებოდა ეს პროცესი ევროპულ პროცესებს, იმიტომ რომ ყველა იზმი რაც კი გაჩნდა მაშინ ლიტერატურულ
ევროპაში ყველაფერი არსებობდა მაშინვე, ხო იცით, მაინც მეტი ჩარა ხალხი ვარ და ეს ძალიან გშოვდა ზოგჯერ და ხშირად, რომ ძალიან სწრაფად გვინდოდა კინოსი არ იყოს. ხო იცით, კინო რო გამოიგონეს, სულ ძალიან ცოტა ხანში, აი სადაც თბილისი იყო უნივერმაგი, არ ვიცი ახლა არსებობს, ჩამოფარებულია და იქ იყო ესე იგი ქართული კლუბი, იქ იყო აი წერა-კითხვის გამომცემლის საზოგადოებაც, იქ გაუშვეს, ესე იგი ძალიან მალე პირველი კინოჩვენება მოხდა იქ. მერე კინოთეატრი იცით ალბათ სამწუხაროდ ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრი ახლაც არსებობს აღმაშენებელზე აპოლო და გაურკვეველი ესე იგი აი არ ვიცი როგორ შეიძლება რომ ჩვენ გვერქვას ქალაქი რომელსაც ასეთი ისტორიული ისა აქვს რა ქვია კინო ეს არის დაუჯერებელი ამბავი ალბათ ნებისმიერი ევროპული კი არა სოფლიო ქალაქი ინატრებს ისეთ ძველ კინოთეატრს როგორც ჩვენ გვაქვს აღმაშენებელზე აპოლო ქვია აი უნიკალურია ხომ იგიქცევიათ ყველანი და ესე იგი გაურკვეველია რა იქნება როგორ იქნება შიგნით უკვე სულ განადგურებულია მაგრამ სანამ ეს შენობა არსებობს იქნება დავაბრუნოთ ქალაქმა გამოისყიდოს კინოსახლი ჩვენ არა გვაქვს ესე იგი რაც გვაქვს იმასაც ვანადგურებ დღეს გავიარე ესე იგი მოვხვდი იპოდრომთან გავიარე კვირას გაიარე და დააკვირდით აი როგორც თევზებს რო ამოყრით ხო იცი წყლიდან და აი პირდაპირ რო იმას რა ქვია ფართხალებენ აი ეს ხალხი სავსე ესე იგი ზოგი ბალახ ჭამდა რომ თბილისში აღარ დაგვრჩა ჟანგბადის ნაფლეთიც კი ბალახიც არ არის ზოგი ხრიდა იმას რომ ეტყობა ქვემოთ ეძებდა რომ რაღაც ზოგი ხის ტოტი ასე ჩახუტებული გავგიჟდი რა დღე იყო არ ვიცი და მე მივხვდი რომ ესე არ არის ამ ქალაქში 2 მილიონი გავხდებით მალე არ არის ადამიანი რომ ესე იგი ბავშვი რომ სადმე შეაფარო რომ ჟანგბადი ჩაისუნთქოს და ბალახი უაჩვენო და ისა ბატონო ეგეც მართალია ეგ ვისა არა ხოდა ისა ჟანგბადი არ დაგვიტოვეს ხო ესე იგი სადაც რეკრეაცია უნდა იყოს და ისა ბაღი უნდა იყოს და პარკი და ისა ყველგან შენებლობაა და ხა მართლა გასაგებია რომ შულებისთვის გვინდა მაგრამ ის შულები ჟანგბადი რო არ ექნებათ კორპუსები რაღაც უნდათ იმ აპოლოსი არ იყოს აი გიждები ქალაქი რას ნიშნავს ქალაქი ხო მარტო არ არის რაღაც ისა რა ქვია ხალხთა ერთობლიობა კონცენტრირებული რაღაც სივრცეში რომ ქალაქს აქვს თავის მახასიათებლები მაგალითად ყველა ევროპულ ქალაქს აქვს კინოს სახლი ეგეთი ქალაქი არ არსებობს ანუ სივრცე სადაც ადამიანს შეუძლია არაძვირად კომერციული ფილმების ნახვა როგორც არის ჩვენს კინოთეატრებში არამედ კინოხელოვნების ნახვა ესეთი ჩვენ არა გვაქვს და აპოლო არის გენიალური ისა 1909 წელია მე მგონი თუ არ ვცდები 1909 წელი თუ არ ვცდები ბატონო 7 წელი ესე უფრო ადრინდელი 1909 ეს ხო აი საოცრებაა რა და გამოშიგნულ შიგნით უკვე საშინელებაა მაგრამ ჯერ კიდევ თვითონ სანამ შენობა არსებობს ხო შეგვიძლია რომ ისა გადავარჩინო და კინო დავაბრუნო დაუჯერებელი ამბავია აი დაუჯერებელი კინო ქვეყანა ვართ ხო ქართული კინოს ფენომენი არსებობდა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ხო პატარა ქვეყანა ვართ ხო ესეც ხო ჩვენი ბრენდია ხო აი სულ რამდენიმე ერთი ბეწო ქვეყანა ვართ ხალხი ამას თუ არ მოუვთხილით და კინო მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ის იყო სავიზიტო ბარათი ხო გასაგებია რომ კერძო მე კერძო წინააღმდეგ კი არ ვარ ვიღაცა დავჩაგროთ მე კი არ მithქვია და კერძო იმას წავართვათ რა ქვია საკუთრება პირიქით თუ ვართ ქალაქი გამოვისყიდოთ ან რაღაცაზე და ან მოუძებნოთ პატრონსაც არ ეძებენ სადმე მოისმენთ რომ მოძებნეს ის პატრონი და რაღაცაზე დაელაპარაკა მე ეგეც არ გამიგია კინოსახლის არ იყოს ვინმე დაელაპარაკა გაგიგიეთ ეგეთ კერძოა იმიტომ რომ რა გაყიდეს ხო და გახდა კერძო გადაუხვია ძალიან დიდი ბოდიში არა ეს იპოდრომა ძალიან იმოქმედა დღეს იპოდრომს აი რა საოცრება უნახე არ ვიცი რა იყო ხალხი ესე ტოტორი ზოგი ფოთოლს ლოკავდა აი საოცრება უნახე რა მე ვიფიქრე ბავშვებს წავიყვან მეთქი და ვერ ჩავეკვეტე იმიტომ რომ ყველა ფოთოლი დაკავებული იყო და არც ერთი ვაკანტური ბალახი ვერ უნახე რომ ბავშვისთვის მეჩვენებინა აი შულო რა არის ამ გამწვანება ხო და მოკლედ გადაუხვი დიდი ბოდიშო გადაუხვი მაპატიე და ესე იგი დამოუკიდებლობის ესე იგი ესე ისე მოხდა რომ წერალთა კავშირს გადასცეს აი ეს სივრცე მაშინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ესე იგი 1918 წელს და მოხდა ისე რომ ამ პერიოდში 1918-21 წლებში თბილისი აი როგორც პაოლო იაშვილის უწერია გახსოვთ ალბათ ესა ჩვენი ფანტასტიკური თბილისი ასეთი ფრაზა უწერ გახდა ფანტასტიკური ქალაქი და რატო იმიტომ რომ იცით რომ რუსეთში ძვინვარებდა სამოქალაქო ომი საშინელი დაუნდობელი აი მილიონები ამოწყდა
და თბილისი იყო აი ნამდვილი ოაზისი, აი ვინცაც კი რაღაც საზდო ჭირდებოდა, ვინც ხატავდა, წერდა, მღეროდა, ყველა მოაწოდა საქართველოს და თბილისს. და თბილისი იქცა აი 64-ით რა, საოცრება იყო აქ იმ შემთხვევითი არ იყო, გაჩნდა უამრავი ასეთი კლუბი, უამრავი კაფე, ესა კულტურული ცენტრები, რა თქმა უნდა, ყველაზე აქტიურები მაინც იყვნენ ცისფერყანწელები. ხალხის რაგბი ვახსენეთ და შეუძლებელი არ გამახსენდეს, პაოლო იაშვილიც ხო ვახსენე და პაოლო იაშვილის შვილიშვილი არის გიორგი ნიჟარაძე, აი რომელიც ესა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი. და დააკვირდით როგორ გავს პაოლო იაშვილს. თუ დაკვირვები ხართ, ხო? შვილიშვილია, დიახ. ხო და არ დაკვირვები ხართ, ხო? აი ახლა ვინც არის ესე იგი რაგბის პრეზიდენტი, ვისი ლომის წილიც არის იმ წარმატებაში, რომელიც აქვს ქართულ რაგბს და ერთადერთია მოგეხსენებათ, სადაც ჯგუფურად ერთად რაღაცაში ვარ წარმატებული, იმიტომ რომ ცალ-ცალკე შეგვიძლია ყველგან ჭიდაობა, ტატამზეც და იმაში ოპერაში ცალ-ცალკე ყველგან შეგვიძლია გავიმარჯვოთ ქართული, მაგრამ ერთად გვიჭირდა, აი სადაც მივახციეთ ერთად წარმატებას, ეს არის გამონაკლისი რაგბი, რომელსაც თავისი ახსნა აქვს, იცით რატო ხდება, იმიტომ რომ არის გენეტიკური მოვლენა, უძველესი ესე იგი სახეობა ქონდა ლელო ბურთი, რომელსაც საუკუნეების წინ თამაშობდი და დღემდე თამაშობენ, იცით გურიაში, მაგალითად აღდგომა დღეს. ხო და მოკლედ ესე იგი თავარი მაინც ლიდერები ამ პროცესში, ლიტერატურულ პროცესში იყვნენ ცისფერყანწელები და ესე იგი ამ ცისფერყანწელებმა დაიწყეს ამ ესე იგი შექმნეს ესე იგი თავარი ცენტრი მაშინდელ თბილისში, სწორედ რუსთაველის თეატრის ესე იგი სარდაფში, ესე იგი ქვედა სართულზე, სადაც მე აი ეხლაც გასახდელებია, მე საბჭოთა პერიოდშიც გასახდელები იყო, სადაც პალტოების ვაბარები. იქ იყო ესე იგი ცნობილი კაფე, რესტორანი, რომელსაც ერქვა ქიმერიონი, თუმცა ძალიან ბევრი სხდომა დაჭირდა ამ სახელის გადაწყვეტილების მიღებას, რომ რა ბევრი ვერსია იყო. ეს ხალხი იყვნენ იცით ალბათ იმერლები, ესე იგი მთავარი ვერსია იყო ქიმერეთი. იმიტომ რომ იმერლები იყვნენ და სხვა შორის იმერლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ესე იგი სამჯერ დაგვიბრუნეს თბილისს. არ მიყვარს უმადურობა, უნდა ვიცოდეთ, რომ ქუთაისლების და იმერლების დამსახურება, რომ სამჯერ, ესე იგი ჩვენი ისტორიის მანძილზე, თბილისის ისტორიის მანძილზე დაგვიბრუნეს თბილისი და ეს უნდა გვახსოვდეს, იმიტომ რომ სულ გვიჭირს ესე იგი ქუთაისის მხარდაჭერა და ჩვენგან ეკუთვნით მხარდაჭერა თბილისელებისგან, იმიტომ რომ თბილისი მაგალითად ბოლო დაბრუნება იყო ცისფერყანწელების. ესე იგი ცისფერყანწელები იცით რომ ქუთაისიდან რომ გადმოვიდნენ თბილისში, გადმოყვათ მთელი კულტურული პროცესი. იცით ეს ნამდვილი ამბავია, ჩემი მოგონილი არ არის და ამ პროცესის ეპიცენტრი იყო სწორედ რუსთაველის თეატრის სარდაფი. ასეთი მხატვარი ჩამოვიდა სერგეი სუდეიკინი, შეიძლება გინახავთ მისი ნახატი, იმიტომ რომ აქედან რომ წავიდა იმიგრაციაში, წავიდა, ყველაფერი აქ დატოვა. საქართველოს გაგიჟებული ადამიანი იყო და შესანიშნავი ადამიანი. ამ სუდეიკინმა და ლადო გუდიაშვილმა, ძირითადად ამ ორმა მხატვარმა მოხატეს ეს სარდაფი. არა, თუმცა მათ გარდა ესე იგი დავით კაკაბაძეც იღებდა მონაწილეობას, კირილე ზდანევიჩიც იღებდა მონაწილეობას, ზდანევიჩი იცით ვისაუბრეთ, პოლონელი იყო ნახევრად ქართველი, ვალიშევსკი იყო ასეთი მხატვარი პოლონელი, ზიგა ვალიშევსკი, ისიც იმანაც მოხატა, თოიძემაც მოხატა, სხვათა შორის მოსე თოიძემაც მოხატა, ირაკლი თოიძემაც მოხატა ეს სარდაფი. ანუ ღია სივრცე იყო, ეს იყო ადგილი, სადაც იკრებებოდა მაშინდელი, ესე იგი საუკეთესო საზოგადოება ქართველი მხატვრების, არა მხოლოდ ქართველი ეთნიურად, ვინც საქართველოში იმყოფებოდა, მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, პოეტები, ასე შემდეგ. ყველანი და ყოველი საღამო იყო თუნდაც რაღაც საოცარი სივრცე. მაგალითად, შუაში იყო აუზი, ესე იგი ფანტანი თუ რა ქვია, აუზი, სადაც წყალი ამოდიოდა და ყავდათ რამდენიმე შველი. და ეს შველი, ესე იგი რამდენიმე ცხოვრობდნენ, ცხოვრობდნენ ამ ესე იგი მეპატრონის ყავდა მოყვა, ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ. ესე იგი ასეთი ჰარმონია არ ვიცი, ალბათ ვაჟა-ფშაველას რომ მოსტრებოდა, ვერ დაიჯერებდა, იმიტომ რომ ეს ხალხი ქეიფობდა, ეს შველი იქვე დადიოდა რამდენიმე და დიდი მწვანილი შეეჭამა. მოგონებებში 100-ია თურმე რომ მწვანილებს ჭამდნენ ხოლმე სუფრიდან. მეც არავის არ აწუხებდნენ და იყო ესე იგი პოეზიის საღამოები ყოველ საღამოს და იყო ნამდვილი დღესასწაული. მთავარი ლიდერი იყო რასაკვირველია პაოლო იაშვილი, ყველაფრის დირიჟორი და ყველაფრის წარმმართველი ამ პროცესების და იარსება ესე იგი ამ ქიმერიონმა იარსება ესე 1921 წლამდე. ნუ დამოუკიდებლობის პერიოდში იყო ხდებოდა ეს პროცესი მხოლოდ და მერე იცით რომ ესე იგი ესე იგი ამ თეატრმა თლიანად მერე უკვე აიღო ესე იგი თეატრის ფუნქცია.
და შესაბამისად დანარჩენი რა კლუბური ფუნქციები აღარ არსებობდა, იყო გახდა თეატრი და ისე მოხდა, რომ ისეთი ბედნიერი შემთხვევა იყო, რომ ესე იგი ჯერ კოტე მარჯანიშვილმა და შემდეგ სანდრო ახმეტელმა, რომელიც მისი მოწაფე იყო და კოტე მარჯანიშვილის მოთხოვნა იყო, რომ ესე იგი სანდრო ახმეტელისთვისაც მიეცა შესაძლებლობა, რომ სპექტაკლები დაედგა, შექმნეს ამ ხალხმა ესე იგი მთელი ეპოქა, არა მხოლოდ თეატრში, კინოშიც მათ შორის და ეს იყო ესე იგი 1920-იანი წლების ბოლომდე, სანამ არ გამკაცრდებოდა საბჭოთა რეჟიმი, სანამ არ გახდებოდა ესე იგი დაუნდობელი და სასტიკი და იცით რომ ესე იგი არა მხოლოდ აკრძალვებზე არის ლაპარაკი, არის სიცოცხლის განადგურებაზე და ჩვენი მაშინდელი ესე იგი კულტურის საუკეთესო წარმომადგენლები ფიზიკურად გაანადგურეს, ან დაიჭირეს, გადაასახლეს, ან აიძულეს, რომ შემოქმედებაზე უარი ეთქვათ და იცით რომ აი ამ შენობაში მოღვაწეობდა მაგალითად სრულიად გენიალური ახალგაზრდა კომპოზიტორი, დირიჟორი ევგენი მიქელაძე, რომელიც მხოლოდ იმის გამო დახვრიტეს და საფლავიც არ ვიცით მისი, იცით ალბათ, გენიალური მოვლენა, თქვენ რომ წაიკითხოთ შეფასებები, ვისაც ესე იგი კრიტიკა და შეფასებები მისი დირიჟორობით შესრულებული ნაწარმოებების არის მოვლენა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ დახვრიტეს. როგორც ამბობენ, ასეთი ამბავი მოხდა, რომ აქ რეპეტიცია მიმდინარეობდა და ესე იგი შემოვიდა ლოჟაში შემოვიდა ბერია, რომელიც მაშინ იყო ესე იგი ლიდერი ამ საბჭოთა ხელისუფლების საქართველოში და ესე იგი რეპეტიციაზე რაც აკვირვებდა ხა მისი ნებართვის გარეშე და გააპროტესტა ეს ევგენი მიქელაძემ გააპროტესტა, რომ რატომ უნდა დასწრებოდა ვიღაც უცხო რეპეტიციას და მერე სხვათა შორის იმის დროს, რა ქვია, დაკითხვების დროს თურმე იცნო ხმა, იმიტომ რომ აბსოლუტური სმენა ქონდა რა, იცნო ხმა ბერიასი, რომ ესე იგი წამებას და იმას ესწრებოდა თვითონ პირადად რა და თქვა რომ ისა რა ქვია და მე ამბობენ, ეს აი ხა ზუსტად არავინ არის, მაგრამ ამბობენ რომ ამის გამო ყველა სასტიკად მოიქცეს, ესე იგი შამფური გაუყარეს ყური, ხო, ამის გამო რომ ესე იგი ადამიანს რომელსაც აბსოლუტური სმენა ქონდა და ამოიცნო ისა ბერიას ხმა. ნუ ფაქტია რომ მარტო ეს არა, იგივე სანდრო ახმეტელიც გენიალური მოვლენაა, ვისთანაც დაკავშირებული არის. ესე იგი ახალი თეატრი, ახალი ქართული თეატრი, მე-20 საუკუნის ქართული თეატრი, ასევე მათი მხატვარი, ესე იგი ამ პერიოდის გენიალური მხატვარი პეტრე ოცხელი 30 წლის იყო რომ დახვრიტეს. მე ვნახე, არ ვიცი თქვენ გინახავთ თუ არა, ერთ წელს ვნახე, ესე იგი იმის რა ქვია, კონცერტი იყო MTV-ს დაჯილდოების და ძალიან ესე იგი ხო იცით ეკრანზე რო ტელეეკრანზე რო მოკრავ თვალს, ძალიან მიმიზიდა დეკორაციებმა და მივხვდი რომ ეს არის დეკორაცია, რომელიც ნანახი მაქვს. აი სრულიად კოსმიური დეკორაცია იყო, ანუ სრულიად უცხო და ძალიან დავინტერესდი. და დავაკვირდი და მივხვდი საიდან მეცნობოდა, რომ ჯერ კიდევ 20-იან წლებში ასეთი რამე ნანახი მქონდა პეტრე ოცხელის ესა ესკიზებში, ეს სპექტაკლების ესკიზებში, ასეთი გენიალური მხატვარი ყავდა. შეიძლება გინახავთ ტერმინატორი, ხო, როდინდელი გამოგონებაა ჰოლივუდისთვის, რამდენი ათეული წლით უსწრებს წინ პეტრე ოცხელი. აი ნახეთ, თუ გინახავთ ფრინავი მღებავი. მე მგონი არტარიას სოფო, არტარიას ტიხარზეა, მე მგონი ფრინავი მღება, ხო? ესე იგი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ეპოქა შექმნის ყველაფერში, ის ადამიანები, ყველაზე მთავარი ადამიანები, ესე იგი ვინც ქმნიდა საქართველოს როგორც კულტურულ ფენომენს, აი ეს ხალხი დახვრიტეს, ძირითადი ნაწილი გადაასახლეს, ან აიძულეს, რომ შეექმნა არა ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა თვითონ უნდოდა და ასე შემდეგ. და ესე იგი ამ 20-იან წლებში აი ნამდვილი საოცრება ხდებოდა რუსთაველის თეატრში. ნამდვილი საოცრება, კოტე მარჯანიშვილმა დადგა, ესე იგი პირველი რომ დაბრუნდა სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწეობდა რუსეთის იმპერიის და მე დაბრუნდა საქართველოში, იცით, დაარსა დურუჯი, მისი მშობლიური ყვარლიდან იყო და მისი მშობლიური მდინარის სახელი დაარქვა ესე იგი იმ არტისტულ გაერთიანებას, რომელიც მე ბრალდებად წაუყენეს როგორც ესე იგი ფაშისტური, კონტრრევოლუციური, ანტისახელმწიფო, ანტისაბჭოური ორგანიზაცია. შემდგომში იყო ჩვეულებრივი არტისტული საზოგადოება და ესეც ერთ-ერთი ბრალდება იყო, იცით რომ კოტე მარჯანიშვილი თვითონ მანამდე გარდაიცვალა 1932 წელს, მაგრამ ის მსახიობები, რომლებიც ემსხვერპლენ, რომლებიც დახვრიტეს, ეს ბრალდებად წაუყენეს და ამ ესე იგი კოტე მარჯანიშვილს ესე იგი საოცარი
ესე დასაწყისი ქონდა, ეს იყო Fuente Ovejuna, ცხვრის წყარო, ასეთი პიესა ქონდა Lope de Vegas, რომელიც დადგა 1922 წელს და აი აქედან დაიწყო ნამდვილი გადატრიალება ქართულ თეატრში, იმიტომ რომ გასაგებია რომ მანამდე ქართული თეატრი რადიკალურად განსხვავდებოდა, ესე მეფის რუსეთის დროინდელი ქართული თეატრი იმისაგან, რაც დაიწყო კოტე მარჯანიშვილმა, რომელსაც მისი მოწაფე, რომელსაც მე თუ მკითხავთ, ალბათ გაასწრო კიდეც და უკეთესიც იყო ალბათ, რომ ესე იგი საუკეთესო მოწაფე აღმოჩნდა სანდრო ახმეტელი და ესე იგი ნამდვილი საოცრებები დადგეს მაშინ ჰამლეტი 1925 წელს მზის დაბნელება საქართველოში ასეთი ანტონოვის პიესა იყო, ზურაბ ანტონოვი იყო ასეთი ქართველი დრამატურგი და ახმეტელმა დადგა ლამარას, ესე იგი ჩვენი მწერლებიც ამ პროცესში ჩაერთვენ სპეციალურად დაწერა, მაგალითად ის ერთად დადგეს კოტე მარჯანიშვილმა და სანდრო ახმეტელმა სპეციალურად დადგა, ესე იგი რუსთაველის დაწერა რუსთაველის თეატრისთვის გრიგოლ რობაქიძემ, რომელიც იყო ცისფერყანწელების ლიდერი და რომელიც იცით მე რომ ემიგრაციაში წავიდა, ანუ თავარი მათი გურუ, ასე ვთქვა, თანამედროვე ტერმინით იყო გრიგოლ რობაქიძე ცისფერყანწელების. და ესე იგი ამ რუსთაველის თეატრთან ყველაზე საშიში მაინც აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლებისთვის რუსთაველის თეატრი და სამწუხაროდ არა მარტო ესე იგი შეეხო რეჟისორებს და ანუ ლიდერებს, არამედ მსახიობებსაც კი და ისინიც კი დახვრიტეს. თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ამ რუსთაველის თეატრში არსებობდა მუზეუმი, ახაც არსებობს ის მუზეუმი და არის ადამიანების დამსახურება, რომელსაც აი მაშინაც კი, როცა 30-იან წლებში სანდრო ახმეტელი დახვრიტეს და ესე იგი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაენადგურებინათ მთელი არქივი, მთელი სამუზეუმო მასალა, რაც კი რუსთაველის თეატრში არსებობდა, თვითონ რამდენიმე მსახიობმა თანამშრომელმა, წარმოიდგინეთ, რუსთაველის თეატრის მაშინდელ თანამშრომლებმა დაბედეს, ესე იგი ყველა დროში შეიძლება იყო ღირსეულად, ესე იგი შეიძლება მოიქცე ღირსეულად და იყო უშიშარი და გაბედული. გაბედეს, მოაგროვეს მაკულატურა, მოიტანეს ერთ დღეს რუსთაველის თეატრში და სპეციალურად, ესე იგი შინსახკომის და მათი თანამშრომლების დასანახად, ესე იგი თვალშისაცემი ყოფილიყო ეზოში, ესე იგი უკან ამ მხარეს, აი ამჟამინდელი თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან დიდი კოცონი დაანთეს, როგორც ესე იგი არქივის განადგურება და არქივი გადამალეს ოჯახებში მიწისქვეშ, რავი, სადაც მოახერხეს ეს მთელი მუზეუმის მთელი ისტორია, ესე იგი გადამალეს, თორე ნამდვილად არაფერი არ გვეცოდინებოდა და ესე იგი ოფიციალური აქტი შეადგინეს, რომ რუსთაველის თეატრში მოხდა ესე საარქივო მასალების განადგურება და ასე გადაარჩინეს, ასეთი რამე ხდებოდა რა. სამწუხაროდ ტრაგიკული ამბავი უფრო მეტი იყო და სამწუხაროდ ეს წვეტა ესე იგი კარგ ხანს გაგრძელდა, შეუძლებელი იყო ესე მთელი თაობა მოსპეს, მთელი თაობა და შემდეგ უკვე აი რომ დამთავრდა ესე იგი სანამ ახალი ესე იგი თითქმის მიხეილ თუმანიშვილის პერიოდამდე და მე დიმიტრი ალექსიძე გაჩნდა, იცით, ეს უკვე გვიანდელი პერიოდია, უკვე 50-იან წლების ბოლოს და 60-იან წლებში დაიწყო, გაჩნდა უკვე კიდევ ახალი ტალღა, ესე იგი მაინც ძალიან ნიჭიერი ხალხი, რამდენიც არ ხვრეტდნენ და მაინც არ მთავრდებოდა ეს ქართული ნიჭი, არის დაუსრულებელი ამბავი და გაჩნდა ახალი თაობა კიდე იმავე თეატრში, ახალი ტალღა, ასე ვთქვათ და ესე იგი მე ახალი სპექტაკლები და ისევ დაიბრუნა ძველი დიდება საერთაშორისო სხვათა შორის, რომელიც 20-იან წლებში ქონდა ქართულ თეატრს და რო არ დაეხრიტათ ეს ხალხი და რო არ გაენადგურებინა და საბჭოთა კავშირი რო არ გამოეჩინა, ესე იგი რეალურად თავისი სახე, ანუ ეს ქვეყანა რო არ ყოფილიყო იზოლირებული და იმის საშუალება ქონდა ქართულ თეატრს, რომ კოტე მარჯანიშვილის და სანდრო ახმეტელის შემოქმედება დანარჩენ სამყაროსაც ენახა, ბუნებრივია ქართულ თეატრის ფენომენი მაშინვე, ესე იგი როგორც ტურვამდე ლოდინი არ დაჭირდებოდა ქართულ თეატრს და მანამდე იქნებოდა მთელი სამყაროსთვის ძალიან კარგად ნაცნობი და გასაგები. სამწუხაროდ ასე არ მოხდა და მაინც რუსთაველის თეატრი ასეთი ტრაგიკულ, ესე იგი ისტორიასაც შეიცავს, არა მხოლოდ წარმატებას და სიხარულს და კარგ პრემიერებს. სხვათა შორის 1959 წელს დაიწვა ის თეატრიც. ესე იგი მთლიანად დაიწვა, ერთ-ერთი რაც გადარჩა იყო აი გარეთ რაც გამოდის, ანუ რაც გამოდის რუსთაველის პროსპექტს. აი ეს ნაწილი გადარჩა მარტო და დაიწვა და ის რა ქვია, განადგურდა სამწუხაროდ და მე იმასაც ბუნებრივია რამდენი წელი დაჭირდებოდა იმის აღდგენას და კარგ ხანს ესე იგი
დიდი დრო დაჭირდა იმის აღდგენას და სულ ბოლო პერიოდში იცით ალბათ რომ კიდევ შემთხვევით გადაარჩა იცით დაწვას კიდევ ერთხელ იყო ხანძარი უბრალოდ გადაარჩენ სახურავს გაუჩნდა მაგრამ ძალიან სწრაფად მოხდა ესე იგი აღდგენა მეხანძრეებმა არ ვიცი რა დღე იყო ძალიან სწრაფად მოხდა ესე იგი და გადარჩა რუსთაველის თეატრი რომელიც სიამდვილეში ხა რატო არის რომ ამ ორ თეატრზე ვლაპარაკობთ რომ სიამდვილეში ეს ორი თეატრი არის პრინციპში აი მე-20 საუკუნის თავგადასავალი ჩვენ არა მხოლოდ მე-20 საუკუნის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის იმიტომ რომ რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში რა პროცესებიც იყო ის ხდებოდა ამ თეატრებში ანუ ზუსტი ასახვა იყო და პირიქით ესე იგი რაც თეატრებში ხდებოდა ის ხდებოდა ქვეყანაში და ის იყო ესე იგი თავარი განსაზღვრელი პროცესების რა ის ნამდვილად ასე იყო და ამიტომაც ბოდიში ცოტა გამიგზელდა ამ ორ თეატრზე საუბარი და თუ არ გაქვთ თუ გაქვთ შეკითხვები უპასუხებთ თუ არა და როგორც მითხრა სოფომ უკვე ჩავშალეთ ყველანაირი პროცესი აქვს და ბოდიშს მოუხდით კიდევ ერთხელ და მადლობას თუ რამე გაქვთ შეკითხვები სიამოვნებით უპასუხებ თუ არა და დაგემშვიდობები და როგორც სოფომ გითხრა ესე იგი გავაგზავნებთ ქუჩის აქციებს იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა რომ ესე იგი ქუჩაში რომ დათმება და მიკროფონი რო გვექნება იმიტომ რომ ლევან კიტი არის ასეთი რეჟისორი იცით ალბათ ვისაც კინო გიყვართ ლევან კიტია კინორეჟისორი გაგახსენებთ რა ფილმი აქვს გადაღებული 9 აპრილზე აქვს ფილმი გადაღებული სხვა შორის კარგი ფილმი რა ქვია გზაჯვარედინი გინახავთ ფილმი გზაჯვარედინი ნინო თარხანმა ხო და აი მოკლედ მას უნდა ასეთი ფილმის გადაღება ერქვა იმ ფილმს ესე იგი მომავალ ფილმს ესე იგი 1000 კვადრატული კილომეტრი 1000 კვადრატული კილომეტრი ეს არის გადაზომა რუსთაველის ესა პროსპექტი ანუ იდეა ეს იყო რომ ეს მართლა რუსთაველის პროსპექტი იყო ადგილი სადაც ხდებოდა ის ბოლო 2 საუკუნის მანძილზე რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ანუ აქ ხდებოდა მაინც თავარი ასახვა თუ არ ჩავთვლით რასაკვირია გურიის დემოკრატიულ რესპუბლიკას და ამიტომაც ესე იგი კარგი იქნება რომ ერთი როცა მოვახერხეთ რომ ყოფილ გოლოვინსკზე ან გოლოვინზე როგორც ეძახდნენ მე სტუდენტობის დროს ერთხელ შემხვდა ქუჩაში ქალბატონი ასაკოვანი ქალბატონი და მითხრა რომ გოლოვინსკზე როგორ გავიდეო და იტყობა რაღაც მეხსიერების პრობლემა ქონდა და ახსოვდა რომ გოლოვინსკი ერქვა და გოლოვინსკზე ხო როგორ გავიდეო სადაც ვარაზის ხელში შემხვდა და ხო და ერთხელ ჩვენს გავაკეთოთ გავიდეთ გოლოვინსკზე და ესე იგი იმ ქუჩის ისტორიაც გავიხსენოთ რომელთანაც პირდაპირ კავშირშია ბოლო 2 საუკუნის ისტორია თბილისის და ჩვენი ქვეყნის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ უღრმეს და ბოდიში